ქართველი მორაგბეები უკვე ტრაბზონში არიან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბორჯღალოსნები ჯგუფის ბოლო და პრინციპული შეხვედრისათვის ემზადებიან მეტოქე რუსეთი. ნოდარ მელაძე განაგზობს ამ თემაზე საუბარს. ნოდარ გისმენთ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სულ რამდენიმე წუთის წინ დაასრულა მუშაობა ტრაბზონის აქჩაბაათის სტადიონზე, სადაც პირველი კადრები გადაიღო თუ როგორ ემზადებიან საკმაოდ პრინციპული მატჩისათვის ქართველი მორაგბეები, როგორ მიმდინარეობს მზადება, რა განცხადებას აკეთებენ ქართველი მორაგბეები, როგორია წვრთნების პროგნოზი და რა სპირდება სახელმწიფო სწორედ ქართულ მორაგბეებს სახელმწიფოს მხრიდან გამარჯვების შემთხვევაში იქნება დაწესებული საკმაოდ სოლიდური ფულადი პრემია. თავად მორაგბეები კი ამბობენ, რომ ეს მატჩი მათთვის არის პრინციპული, არა მარტო სპორტული, არამედ პოლიტიკური მოსაზრებების გამოც. 2 დღე და 21 საათი ნეიტრალური თურქეთი ქართულ-რუსული დაპირისპირებისათვის ემზადება. 20 მარტს საღამოს 5-ზე ბორჯღალოსნები რუს მორაგბეებს ტრაბზონის ამ სტადიონზე შეერკინებიან. აქჩაბაათის წინ სარეკლამო აბრების მონტაჟი ხვალდილიდან დაიწყება. თუმცა ამის გარეშეც ყველა მიცის, რომ პრინციპული მატჩი პოლიტიკური ლაიტმოტივით ამ მოედანზე შედგება. შანსები სპორტში ყოველთვის თანაბარი არის და მიზანი მოგება არის. და დანარჩენი რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, უამრავი სამუშაოა და იმიტომ ჩამოვედით ჩვენ ადრე უკვე 4 დღეა ვმუშაობთ რადგან კიდევ ბევრია ძალიან გასაკეთებელი იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს ეს თამაში. ყველა საორგანიზაციო საკითხი იქნას გადაწყვეტილი. მორაგბეები უკვე მეორე დღეაც გამარჯვებისათვის ემზადებიან. ტრაბზონის ბაზა მათ თურქეთის გუნდმა უსასყიდლოდ გამოუყო. ვარჯიში დღეში რამდენიმე საათი, შემდეგ სხვა მატჩების ვიდეო ანალიზი და მერე ისე ვარჯიში. ეს ქართველი ბორჯღალოსნების თურქული დღიურებია. ამბობენ, რომ შანსები 50-50-ზეა, თუმცა იციან, რომ რუსეთთან წაგებაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. რუსეთის ნაკრებმა საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა განვითარებისკენ, დიდი პროგრესი გააკეთა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ რაღაც ფავორიტები ვართ, 50-50-ზე არის შანსი ალბათ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავემარჯვოთ. ესე ხდება ხოლმე, რუსეთი, ყოველთვის ძალიან მძიმე თამაში არის ხოლმე, ხალხიც უფრო მეცველოდება ხოლმე, ერთადერთი გახარებას ხოლმე ყველაზე მეტი სიხარულს რუსეთთან თამაში იღებენ ხოლმე და ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით და გვინდა რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ მათზე ძლიერები ვართ. ყველა ბილეთი თითქმის გაყიდულია. სალაროები ტრაბზონში უკვე დაკეტეს. ვინც თადარიგი წინასწარ ვერ დაეჭირა, ახლა გადამყიდველების იმედზეა. აქჩაბაათის 6000 კაციანი სტადიონის 98% ბორჯღალოსნების გულშემატკივრებით შეივსება. კომაგების მცირე ნაწილი ვარჯიშებს ესწრება. დანარჩენი კი ტრაბზონში პარასკევს ჩავა. შანსები რა თქმა უნდა არის რომ მოვიგოთ, მაგრამ მძიმე თამაში იქნება ძალიან. რამოდენიმე მოთამაშე ტრავმირებული ყავს და ვერ გვეხმარება ამ თამაშზე. მოტივირებულები არიან ბიჭები, იციან რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თამაში არა მარტო სპორტის მხრივ და შედეგების მხრივ, არამედ მთელი ქვეყნისთვის. 20 მარტის თამაში იქნება სპორტიც, პოლიტიკაც და დიპლომატიაც. მზადება ამ დღისათვის 1 წლის წინ დაიწყეს. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო თბილისმა მატჩის ჩატარება ნეიტრალურ ზონაში ითხოვა და თურქეთს მიმართა. ეხმარება ქალაქ ტრაბზონის გუბერნატორი, საერთოდ სამთავრობო სტრუქტურები გვეხმარებიან პოლიციის თანამშრომლები, ხელმძღვანელობა პოლიციის, იმიტომ თქვენ იცით, დიდი ნაკადი არის მოსალოდნე, რომ ჩამოვიდეს საქართველოს დაახლოებით 6000 კაცამდე. აქაური რაგბის ფედერაცია, თურქეთის რაგბის ფედერაცია. საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანზე 2 ტრამვირებული მოთამაშით გავა, თუმცა ამბობენ, რომ გამარჯვებისათვის мотиваცია საკმაოდ მაღალია. 20 მარტს აქ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს თურქის სამართალდამცველები მიიღებენ. მატჩი ტრაბზონში თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება.